პროექტში აწარმოეს საქართველოში ცვლილებები შედის. ბენეფიციარების დაფინანსების ქვედაზღვარი 150.000 ლარამდე დავა, რაც პრემიერ-მინისტრის აზრით მცირე ბიზნესს წაადგება. მეწარმეები დაფინანსებას უცხოურ ვალუტაშიც მიიღებენ. სიახლე გავრცელდება სასტუმროების ბიზნესზეც. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დაბლავწევთ სხვა დასაფინანსებელი საწარმოების, ეს იქნება 150.000 ლარი და 75.000 დოლარი, დოლარის ექვივალენტი. ასევე თვითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსება. ზარში ჩვენ მქონდა დაწესებული მაქსიმალური ზედაზღვარი, რომელიც იყო 13% და აღნიშნული ზედაზღვარი გავზარდეთ. 3-დან 5 მილიონი ლარამდე კრედიტის შემთხვევაში ეს იქნება 15%. საიდანაც ჩვენ დავასუბსიდირებთ გარკვეულ ნაწილს, ასევე 16% იქნება 1.5 მილიონიდან 3 მილიონი ლარის შემთხვევაში და ასევე იქნება 17% 1.5 მილიონ ლარამდე სესხების შემთხვევაში.